გამარჯობა საქართველო, გიზა უჯარმელი ამჯერად საბერძნეთიდან კასანდრას ნახევარკუნძული, ჰალკიდიკის რეგიონი, ქალაქი კალისეა. დავათვალიეროთ ეს სახლი. ეს სახლი გასაყიდად იქნება გამოტანილი. როგორ ფიქრობთ, რა ღირს ასეთი სახლი საბერძნეთში? ზეთის თხილის პლანტაციიდან 50 ლიტრა ზეთი გამოდის. 53 ხე. სამზარეულო 4 რეალტორი ვართ ახლა აქ ამ უძრავ ქონებაში 2 ბერძენი, 1 რუმინელი და მე ქართველი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მფლობელი ბულგარელია, რომელიც დიდი ხანი კვიპროსზე ცხოვრობდა. ეს სახლი მდებარეობს კასანდრას ნახევარკუნძულზე, ჰალკიდიკის რეგიონში, კალისეა ქვია. საძინებელი ოთახი და კიდევ ერთი სააბაზანო მზის ოთახი. მეორე სართულზე ავიდეთ, ნახოთ რა ხდება აქ. დიდი საძინებელი ოთახი. აქედანაც ხედები ზღვაზე. ამ დიდ საძინებელ ოთახსაც თავისი ცალკე აბაზანა აქვს. კიდევ ერთი სააბაზანო, კიდევ ერთი საძინებელი ოთახი. ანუ აქამდე უკვე 3 დავითვალეთ, ხომ? გავდივართ აივანზე. უშველებელი აივანი, სადაც სავარჯიშო სივრცეა მოწყობილი. სამწუხაროდ აქედან ზღვას მხოლოდ აი ასე ნაწილობრივ ხედავთ. აი აქ უკან კიდევ ესეთი შენობა არის, ალბათ ეს შენობა არის როგორც ზაფხულის სივრცე ასე მოაზრებული. Tidy this one. Startup-ი. Didn't have time to tidy it. This was No worries. Oh, that's place. a lot. Oh yeah. Wow, lots of space, and I love these big windows here. Yeah. So it's not really a basement. It's really you are on an earth level, which is great. Yeah, it's a ground floor. So you do music. This is the recording studio. Wow. Yeah. What kind of? Maybe you are like a DJ famous. No, I'm a pianist. You're Still a pianist. cool. I do albums. Yes. You're a pianist. Yes. And you work with Dalaris and Nana Worked with Muskuri, the no? Lalas and Nana Muskuri, yeah. Really? Protopsalti, a lot of Greek artists I worked. Wow, that's wonderful. You want to play one for us? Just music as a Upstairs, background? on the grand piano I can play. Sure, Okay. that would be wonderful. მუსიკალური სტუდიო, სადაც აქ მუსიკის პროდუცირებას ახდენს ეს ადამიანი, თურმე კომპოზიტორია და მე აზრზეც არ ვიყავი. ეხლა მივდივართ აპარტამენტებში. How many apartments? 2 apartments. ეს არის მშვენიერი უძრავი ქონება იმისათვის, რომ მიიღოთ დამსვენებლები და ასევე იცხოვროთ. ანუ დამატებითი შემოსავალი გქონდეთ დამსვენებლებისგან, პლუს თქვენ თვითონ ისი ამოვნოთ ეს უძრავი ქონება. ზაფხულის სეზონი. So you rent them during the season, right? Airbnb. 100 euro ღამეში. Well, come for the beds. The beds are excellent. Oh, absolutely. And I'm sure you are very busy in summer. They just pretty much walk. Oh yeah, see, it's There's, a few minutes. yeah, A pipe broke over there. that I'm happens. just in the middle of repairing it. მეორე აპარტამენტი. This is just broken. Well, in the winter when you leave the house. და აქაც ორი ოთახი. დამსვენებლებისათვის. დიდი პოპულარობით სარგებლობს ორივე აპარტამენტი, რამე თუ ეს არის ტურისტული ზონა და როგორც უკვე მოგახსენეთ 100 ევრო ღამეში. კი ბატონო. So that's recreational space here, right? And kind of hangout space, summer kitchen. Very beautiful. Karma ping-pongis magida akcja. Strong winds. აი ასეთი სახლი
ასეთი პირობები. ნუ ეხლა საბერძნეთი მე როგორც ხვდები, ყოველ შემთხვევაში საბერძნეთის ეს ნაწილი ცოტა უფრო საქართველოს და საქართველოს მაგვარ ქვეყნებს წააგავს, ანუ სტანდარტებით, ანუ იმ მოცემულობებით, რაც ჩვენ გვაქვს, ხომ? აქაც აი მაგალითად ადამიანმა მითხრა, რომ ეს შენობა ისე გააკეთა, რომ არ აუღია სპეციალური ნებართვა ქალაქის მესვეურებისაგან. ბევრი რაღაცა ცოტა ისეთი გაკეთებულია, არც თუ ისე მაღალი ხარისხით. მე რასაც ხედავ, შემიძლია ეს გითხრათ, რომ ამერიკაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში სტანდარტები უფრო მაღალი იყო. ნუ მესმის რომ საბერძნეთი ბრწყინვალე და ლამაზი ქვეყანაა, საბერძნეთი ის ქვეყანაა, სადაც სანტორინი არსებობს და სანტორინი ძალიან ლუქს დონის კუნძულია. ბევრი ამერიკელი ისვენებს იქ და სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველასთვის ერთ-ერთი სანუკვარი ნატვრა არის, რომ დაისვენონ სანტორინში, მაგრამ აი რასაც აქ ვხედავ, ეს შედარებით რო იტყვიან მოდესტ, ხო, უფრო სერვისები არის მოწოდებული. თუმცა ლამაზია. გარშემოს ასეთი სტუდიოს ტიპის შენობები არის, სადაც დამსვენებლები ჩამოდიან და ისვენებენ. ანუ როგორც ჩანს, ეს არის ამ ქალაქისათვის დამახასიათებელი მომსახურეობის სფერო. და თუ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, აი მაგალითად ეს კიბეები მოაჯირების გარეშე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუშვებელი იქნებოდა. რამე თუ ეს არის სამშენებლო კოდი და იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ადამიანების ტრავმირება, აუცილებელია, რომ მოაჯირები იყოს. ხა დამსვენებლები ხშირად ბავშვებთან ერთად ჩამოდიან, ან ნუ უბრალოდ ადამიანს შეიძლება ფეხი დაუწდეს და მერე საკმაოდ დიდი უსიამოვნება ჰქონდეთ. ამერიკაში ასე, ამიტომ ქალაქი აბსოლუტურად მოითხოვდა, რომ ყოფილიყო აქ მოაჯირები. საბერძნეთში გაატარებენ ხოლმე ესეთ რაღაცებს. საბერძნეთში, როდესაც სახლებს ვათვალიერებთ, როგორც საქართველოში ასე იციან მიღება და აი მფლობელმა უბრალოდ პატარა კონცერტიც კი ჩაგვიტარა.